The floor to სიტყვას His Excellency გადავცემთ Shalva Papuashvili ბატონ from Georgia. შალვა პაპუაშვილს საქართველოდან. მადლობა ბატონ თავმჯდომარეს. პირველ რიგში მსურს გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და ძმებისათვის. საქართველოს ყოველთვის გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის ბრძოლისადმი, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. დღეს, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთების მაქსიმიზაციაზე. წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე. ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებმა შეძლო ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, კულტურულ ასპექტებს. საქართველოს ერთგული ევროკავშირში გაწევრიანების გზის მე წარმოადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. პარლამენტის გადმოსახედიდან ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ დირექტივებით საუბრის ენას, ცდილობენ დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველოს ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი. ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოსადმი მოთხოვნა შეექმნათ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც ვეტინგის სახელითაა ცნობილი. ეს სისტემა დანერგვის შემთხვევაში შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტებოდა უცხოელი აქტორების მიერაც ეროვნული სუვერენიტეტის არს ეწინააღმდეგება. ეჭვმეპარება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა. დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავისმოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას. ყველა წევრის სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს ასევე ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან. ამ მხრივ კარგი იქნებოდა უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერის სახელმწიფოების საზოგადოებაში პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება. Thank you very much, Mr. Chairman. And now მადლობა ბატონ თავმჯდომარეს.